ნაწარმოები შეიცავს თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან მოწყობილობის მოხმარებას. ნუ აიძულებთ ბავშვებს ისუნ თქვენ თქვენი კვამლი. მოწევა მამნებელია თქვენი ჯანმრთელობისათვის. აპისახლის ბინადარი ფუტკრებისთვის ეს მზიანი დღეც ერთი ჩვეულებრივი რუტინული დღე იქნებოდა ფუსფუსით, შრომითა და თაფლის კეთებით სავსე. რომ არა პატარა ზუზუნების ხმაურიანი სტუმრობა ნამდვილი ზუზუნების სამყაროში. ეხლა უნდა მოვუსმინოთ მარიამის მითითებებს. საფუტკრეში რომ შევალთ, რომ არ დაგვკბინონ ფუტკრება, ხო? არ გეშინიათ. არა შინიათ, ესენი კარგი ბავშვები ხართ. ჩემს გარეშე საფუტკრეში არ შეხვიდეთ და არ გაიქცეთ. ხო აქ არიბინით, იმიტომ რომ სპეციალური როგორი ტანსაცმელიც მიმაცვია, ესეთ უნდა ჩაგაცვათ მთლიანი და მე შევალთ და ისე დავათვალიერებ, ხო? ეხლა წამომყევით თქვენ. ჯერ ძალიან საინტერესო ამბები უნდა მოგიყვეთ. აქ არის მიწის ფუტკარზე რა მეგსმენიათ? საბავშვო ბაღ ზუზუნების აღსაზრდელებისთვის აპისახლში სტუმრობის ერთ-ერთი პირველი და ყველაზე ემოციური აღმოჩენა სწორედ ეს გახდა. პატარებმა პირველად ნახეს ფუტკრები, რომლებიც მიწაში ბინადრობენ. რა გასაკვირია, რომ ამ აღმოჩენამ ბავშვები გააუცა და უამრავი კითხვაც გაუჩინა. ესენი თითო ცხოვრობენ და იქ რო ყავს ფუტკრების კაში, ისინი ძალიან ბიურული ცხოვრობენ, ძალიან დიდი ოჯახი აქვს. ესენი თითო მე გაჩვენებთ ამ ფუტკრებს. თუ გინდათ ახლოთ მიდით აქ არაფერს არ შეგეშინეთ და დაათვალიერეთ. და ნახეთ აქ ბავშვებო თუ დააკვირდებით ობობის ქსელი არის. და იცით რატო აკეთებს ობობა მან ქსელს? იცით ობობა რითი იყვება? რა ჭამს? ერებს ჭამს კი. და იცით ობობაც რა ჭკვიანი არის? აქ იცით რატო გააკეთა ქსელი? ხო, აი ეს სხვადასხვა ფუტკრები არის. აბა რატო გააკეთა? ქსელი ბავშვებო ობობა. იმიტომ წერები აქ ახლა დაფრინავენ, დაიჭირო. ხო, ნახე ძალიან ბევრნაირი ფუტკრებია. საფუტკრეში შესასვლელად მზადება ერთ-ერთი ყველაზე მხიარული პროცესი აღმოჩნდა. პატარა ზუზუნებმა მეფუტკრის თეთრი ფორმები მოირგეს. ხელთათმანებსა და სპეციალურ კომბინეზონებში გამოწყობილები საკუთარ თავს და ერთმანეთს ინტერესით აკვირდებოდნენ. როგორც კი ფორმა მოირგეს, იმ წუთიდანვე ნამდვილ მეფუტკრეებად გრძნობდნენ თავს. თქვენ ჯგუფს ხო ზუზუნები ქვია? აჰა. და თქვენც ფუტკრებთან ერთად იზუზუნებთ ახლა. ანისია, გაინტერესებს ფუტკართან? კი. გაბრიელ შენ? კი. ხომ არ გეშინიათ? არა. შვიდად თუ იქნებთ, ფუტკრებიც შვიდად იქნებიან. ამას გავხსნები ნამდვილად. ეს ზუზუნების გაბრიელია. მის გვერდით ანისიაა და მისი მეგობრები ტიტე, მირანი, დაჩი, მარიამი, რომლებიც საფუტკრეში შესასვლელად ემზადებიან. ცოტა აღელვებულები, მაგრამ ძალიან ბედნიერები. ნათია მასწავლებელთან სამახსოვრო ფოტო გადაიღეს და სწორედ ამის შემდეგ დაიწყო მათი პირველი მოგზაურობა საფუტკრეში. პატარა ნაბიჯებით, დიდი ინტერესით და კიდევ უფრო დიდი ემოციებით სავსე თვალებით ფუტკრის საერთაშორისო დღეს ზუზუნებმა ნამდვილი ზუზუნების სამყაროში შეაბიჯეს. სამყაროში, სადაც თითოეულ ფუტკარს საკუთარი საქმე, წესრიგი და დანიშნულება აქვს. აპისახლის სკეფთან პატარებს მეფუტკრე მარიამი შეუწყვა. იცით რა ქვია? საბოლებელი. ეხა მე ამოგიღეთ ჩარჩოს და განახ ყველას ნახეთ. აი შეხედეთ წყნარად ხო ვარ? შეხედეთ აი როგორ წყნარად არის ეს ხედავთ? აი თან დააკვირდი რა საკეთებია. და ეხა ესენი აქ მარტი ავტომატ პატარა ბავშვები ხალხი მაგათი ძიძე ფუტკრებია. მომეკიდა. ხელი არ ჩაყვანისია. ხელი არ ჩავუყო. ესენი მუშა ფუტკრები არიან. ხედავთ? ეს არის მამალი ფუტკარი. მამალ ფუტკარს ნესტარი არ აქვს. აი, გინდა მოგცეთ.
აი ეს მამალი ფუტკარი, აი. ავეკიდა. ხო, არ მამალი აი, ფუტკარი. მამალი ფუტკარი. მე. მოგცემ ყველას. რა кайფია. აი, მე არ მინდა. აჰა. მინდა? მამას ნესტარი არ აქვს, ეგრე არ წაუსვა. კაი ხელი, მე მოგცემ მამალ ფუტკარს. ნახე, ამიტომ ჩემ ხოქან გადაფრთხილე. აი, აი, ნახე როგორ მეგობრობთ ჩვენ. ინა დედა ფუტკარი მოვძებნოთ? კი. კაი, წამო, აბა მოვძებნოთ. აგე ვიპოვე დედა ფუტკარი, ბავშვებო, ვიპოვე, აი. აი. ეს გრძელი. მოდი ახლა დადექით, აი ესე დადექით, რომ ყველას გაჩვენოთ. აი, ახლა დამემალა. აბა კიდე დაუძახო დედა ფუტკარს სად არის? დედა ფუტკარო. გამოდი. იმიტომ რომ ფუტკრები მალავენ ხოლმე, რომ არ ვიპოვოთ დედა. აგე ვიპოვე, ვსო, დადექით ახლა რომ გაჩვენოთ. აი. აი, ხედავთ, აი, როგორი გრძელია. აი, დადექი რიგში და მოვიტან. აი მოდი წავიდე. ხელი არ მოკიდე, თողონ თავი დაზიანდება. მე მოდი წავიდე ხალხინა ხო. მოდი. აი, მე დამნესტრა უკვე ერთმა ფუტკარი. გაბრიელ, დედა ფუტკარი როგორი იყო? დაანგრცელი. აჰა. აი, მამალი. არ ხელი არ გაუქმნე, ნახე მამალი უფრო დიდია, ხო? აი. მოდი ახლა გაჩვენოთ როგორ სვავენ წყალს. შეხედეთ, აი. ალით ჭირდება. მოდი შენ აქ დადექი. აი, შეხედეთ. აი ესე იღებენ წყალს, უნდა გაუკეთოთ ამას ქვია საწყურებელი. ხმებს გამოსცემენ, როგორ ზუზუნებენ. გესმით? აი, ყვავილის მტვერი ნახე, ფეხებიდან ჩამოვარდათ და ესე ვაგროვებთ. აი. ნასრეთში რო შედის ფუტკარი. ის ფეხების კალათებზე ხო აქვს მტვერი და იქ რო შეძრება ვეღარ შეეგდო ჩამოვარდება. აი ესეთი წებოვანი მასა არის დინდგელი, აი როგორც პლასტელინისი არის, აი. ამას ქვია დინდგელი, შეხედეთ? ეს არის წებოვანი მასალა, რომელსაც ფუტკარი გამოყოფს და მაგით სამკურნალოა. დეზინფექციას ატარებენ სკაში, რომ დაავადებებისგან ეს იცავს დაავადებებს. საფუტკრიდან გამოსვლა არ უნდათ, თუმცა წინ კიდევ ბევრი სიახლე და თამაში ბევრი აღმოჩენაელით. სანამ სპეცტანსაც მოსიხდიდნენ, პატარა ზუზუნებს შთაბეჭდილებები ვკითხე. რა ნახე მამდა? ფუტკრები. მერე იქ რა შვებოდნენ ფუტკრები? ზუზუნებენ და თავს გვემზადებენ. ღმერთო, დედა ფუტკარიც ნახე? კი. როგორი იყო? ბავშვები და მე გავაკეთებინებ სანთლი. რა შვებოდა დედა ფუტკარი? როგორი იყო? ძალიან მიკრწელი. გრძელი რო არის, მაგიტო ვცნობთ, ხო, იმიტომ რომ ხორი ძალიან ბევრი ფუტკრები იყო. ანისია, შენ რა ნახე იქ რო იყავი? დიდი ფუტკარი. და რა შვებოდნენ ფუტკრები? რა მოგეწონა? წყალის დალევა. წყალი როგორ დალიეს ხო? ნახე? თაფლი ნახე, როგორ ქონდათ იქ ფიჭაში ჩამზადებული? ხوار შეგეშინდა. იტე, შენ მოგეწონა რაც ნახე? კარგი იყო, რა ნახე? აბა რა ყველაზე მეტად რა მოგეწონა? დედა ფუტკარი როგორი იყო, ტიტე? აჰა. შენ გიყვარს თაფლი? ირან, აბა რა მოგეწონა ეხა საფუტკრეში, რა დაგამახსოვრდა ყველაზე მეტად? დედა ფუტკარი რანაირი იყო, ხო? როგორი იყო დედა ფუტკარი? ძერი. როგორ იცავდნენ, ხო, სხვა ფუტკრები? მალავდნენ, ხო? ახლა შემეცნებითი აქტივობის დროა. ის, რაც საკუთარი თვალით ნახის, უკვე თეორიული ცოდნით უნდა გაამყარონ. მეფუტკრე მარიამმა პატარებს კიდევ ერთხელ მარტივად და გასაგებად აუხსნა ფუტკრების ცხოვრების მთავარი წესები, თაფლის შექმნის პროცესი და ის დიდი მნიშვნელობა, რომელიც ფუტკარს ბუნებაში აქვს. აი ნახეთ ეს კვერცხი, მე ხდება ესეთი ჭია. ხედავთ? აი ნახეთ, მომეცით ხელი. ნუ გაშენია ეს ვერაფერს ვერ გიზავს. აი, ნახეთ. და ამათ აბა მეც მომი. კი, ბუსუსებია. მოდი დაგასვა. ესეთი ბუსუსებია ფუტკრებს. აბა ეს დამოდი. კი.
და ეს ბუსუსები აქვს და რისთვის აქვს, იცი? გარემოდან იღებენ ინფორმაციას. ესე რომ არ გაფუჭდეს. ნაი, მოდი დაგასვა შენს ნახე რა საყვარელია. შეგვიძლია ისეთი რაღაცების დანახვა, რასაც თვალით ვერ ვხედავ. მოგწონს? შეხვედრა ყველაზე ტკბილი ნაწილით დასრულდა. ბავშვებმა ნატურალური თაფლი დააგემოვნეს. ყველაზე მეტად კრემ თაფლი მოეწონათ. შეგიძლია პურზე, კარაქია პურზე წაისვა. ეს უფრო გრძელია? ხო, აი ესე იწელება, ნახე. აბა მეც მოჩვენ როგორ იწელება. აი, შეხედა. ამოიღებდი. აი ეს ონავარი დიდი სამბით მეფუტკრე გამოვალო რომ იქადნება, თაფლს არც კი სინჯავს, მხოლოდ ვიზუალური სილამაზით ტკბება. თორე ხა დავიწუწებით. მოდი, მე მოგცემ. ხო, კრემ თაფლი ძალიან. ანუ გემო იგივე აქვს რაც თავს. აი დააგემოვნე, არა, განსხვავებული გემოვნეს. ხუი ვერ ვყავ. გაფორე აფი სამგემრია. რამს გაბრია? გაბრიელია. კაცია ძალიან. კაცს უყვარს თაფლი. დაც უყარს გაბრიელს? შეხედეთ ამით გავაკეთეთ სანთლი. აი ეს არის შვილი და ეს არის ძაფი. პატარები ფუტკრის სამყაროს კიდევ უფრო ახლოს შეეხნენ. საკუთარი ხელით დაამზადეს სანთლები და ნახეს, როგორ იქცევა ფუტკრის შრომის შედეგი სინათლედ. ეს მათთვის მხოლოდ სახალისო აქტივობა არ ყოფილა. თითოეულ სანთელში ბავშვებმა საკუთარი ემოციაც, ინტერესიც და იმ დღის შთაბეჭდილებებიც ჩადეს, რომელიც ფუტკრების სამყაროს გაცნობას მიუძღვნეს. თეორიული და პრაქტიკული გამოცდილების შემდეგ პატარა ზუზუნებმა სათამაშო მოედანზე გადაინაცვლეს. ნამდვილმა ზუზუნებმა საკუთარი საქმე გააგრძელეს. თაფლის კეთება, თუმცა პარალელურად სტუმრებსაც მშვიდად მასპინძლობდნენ. საფუტკრეში ამჯერად მშობლები შევიდნენ. მეფუტკრე მარიამის ისტორიები მშობლებისთვისაც არანაკლებ საინტერესო აღმოჩნდა. ეს დღე შემეცნებითი მხოლოდ ბავშვებისთვის არ ყოფილა. ფუტკრების საოცარმა სამყარომ ახალი აღმოჩენები უფროსებსაც აჩუქა. ეს არის ნექტარი, ახლა შემოტანილი ნექტარი. ჯერჯერობით ბევრი არ არის, იმიტომ რომ ხა ღალიანობა არ დაწყებულა. აი ეს არის ყვავილის მტვერი, რომელსაც ათავსებენ ფიჭის უჯრედში, თავის ჯირკვლებიდან გამომუშავებულ სეკრეტს ამატებენ და ხდება მე რძემჟაული ღილი და ყვავილის მტვერი გარდაიქმნება ჭეოდ. და ხდება შენახვად, იმიტომ რომ ისე როგორც ვიღებთ, ის მალტუჭებადი არის და ამიტომ გარკვეული მექანიზმები არსებობს ბუნებაში, რომ აი ამ ფერმენტული გადამუშავებით, რაშიც მიკროორგანიზმები იღებენ მონაწილეობას, საბოლოო ჯამში ჭეოს ვიღებთ, რომელიც არ გუჭდება. ნუ ხა შემგროვებელი ფუტკრები ძირითადად გარეთ არიან და საკუთარ რესურსებს აგროვებენ. და ახლა არის მყარი ძირითადად. ეს არის გადაბეჭდილი მასი, ან პროცესი სტადია არის. საიდანაც გამოიჩეკებთ არის ძალიან შვიდად არიან, შეგიძლიათ შეხვდეთ ხელს. და იგრძნობთ როგორი მხურვალეები არიან. იმიტომ რომ ბართ ჭირდება ოპტიმალური ტემპერატურა და ფუტკრები აი კერძში აქვთ კუნთოვანი ნაწილი და ამ კუნთების შეკუმშვი და მოდუნებით წარმოქმნიან სითბოს. ანუ ჩვენი ქართული ფუტკარი ყველაზე გამორჩეული არის მშვიდი ხასიათით და პროდუქტიულობით. ანუ ევროპელებს ძალიან მოსწონთ. სამოცში მოკლედ და დაათვალიერეთ. აი რა საყვარლები არიან, ბავშვები ტყუილები არ იცოდნენ, მაგრამ რა საყვარლები. ხო, ну აი ძალიან მნიშვნელოვანია რომ შვიდად ვიყოთ ეს საფუძველში მოსავალ თან კარგი ამბიცია. ეს არის ნახეთ
სამამლე ბარტი, ეს არის სამუშ, აი სამამლე, ნახეთ ეს ამობურცულია, იმიტომ რომ აი შეხედეთ აი ეს მამლები არიან და მამალი და მუშა საკმაოდ განსხვავებული არის ზომაში, ამიტომ ფიჭის ესე იგი როგორ განსხვავდება მამალი ფუტკარი როგორი ის აქვს? ხო, უფრო დიდი არის, მასიური არის, თვალებიც უფრო დიდი აქვს, იმიტომ რომ სჭირდება ჰაერში დედა ფუტკრის შესამჩნევად. ხო, აი ეს არის ჯამები. აი ამ ჯამებს აშენებენ და ნუ ამაში გამოყავთ დედა ფუტკარი, როცა საჭიროება ექნებათ. ჩაადებინებენ დედას ფუტკარს კვერცხს და აი მაგალითად ნაყრიანობა ახასიათებთ ამათ, ანუ ძირითად ოჯახს გამოეყოფა ახალი ოჯახი. ეს არის ბუნებრივი გამრავლების მექანიზმი და მე ამაზე ჩამოაშენებენ ისეთ სადედეებს და აი ამაში ისხმება ზუსტად ეს რძე, ფუტკრის რძე. და ამას თავიანთი ჯირკულებიდან გამოიმუშავებენ, ხახის ჯირკულებიდან და მაგას ძალიან სასარგებლო არის. და ესეთი, ნუ ამას მე უკვე ხელოვნურ ჯამებში ვაკეთებ მე ფუტკრები. თუმცა ნუ ბუნებაში ასე გამოიყურება. გინათ დაიჭიროთ. აი ამებში დაიჭიროთ. არ ვიცი. მეც დიდი სიამოვნებით მოვიშენებდი ფუტკარს როდისღაც სოფელში. ახლა ეს არის ძალიან ბევრ საქმეს აკეთებენ, შეიძლება ესა ვერ ვხედავ. თუმცა ახლა აქ ბევრი კომუნიკაციები აქვს. ცეკვები, ფერომონები, ანუ ქიმიური სუნები, ეს ბარტიც კი ამ ძიძა ფუტკრებს ფერომონების საშუალებით ელაპარაკება. ფშია მაგალითად და გამოუხმარდა. აქვს სხვადასხვა ცეკვები, ხორთუმებით საშუალებით ნერწყვს ცვლიან ერთმანეთში და ამით სხვადასხვა ინფორმაციას გადასცემენ ერთმანეთს. ამიტომ ეხლა ეს შეიძლება თითქოს არაფერს არ აკეთებენ, მაგრამ აქ უამრავი ის მიდის, რა ვთქვი, ინფორმაციის გაცვლა, ვიბრაციები, ვოკალური კომუნიკაცია და მოკლედ ძალიან რთული და დახვეწილი ისა ურთიერთობის მექანიზმები. ფუტკრის ცეკვაზე ცალკე გადაცემას გავაკეთებ. ხო, ფუტკრების ცეკვა, ნუ ეს არის აი მაგალითად ჩვენ სათვალეს რო ვიკეთებთ და მზის სხივი ხო იფილტრება. ნუ ეგეთი თვალები აქვს ამათ და მზე რა რადიუსითაც არის დახრილი. ამ სხივების საშუალებით და მათ მხედველობით იგებენ. და ანუ ყოველთვის იციან დღის განმავლობაში მზე ზუსტად რა რადიუსში. რა დროა ხო? ხო, და ანუ კომპასივით აკეთებენ და ესეთ რიანისებურ ცეკვა. ახასიათებთ, ანუ აქ მზიდან მაგალითად, ანუ რამდენ გრადუსიანი კუთხის დაშორებით არის საკვები წყარო. კი ბატონო. ინფორმაციას ცეკვით გადასცემენ. ერთმანეთს. ხო, მიწაზე ფუტკარს. სასწაული. თან აი ნექტრის წვეთიც მოვაქვთ, რომ აი იმიტომ რომ ის ვინც ცეკვავს, იმას ყავს დამსწრეები. ვისაც უნდა გადასცეს ინფორმაცია და ნექტრის წვეთს გადასცემს, თან ცეკვავს და ამითი ინფორმაციას გადასცემს. ძალიან საინტერესო საქმე გაქვთ, აი ძალიან. ბარტი არის ის, რომ გამრავლების პერიოდი. ყოველდღიურად შემოდიხართ მარიამს საფუტკრეში თუ როგორ არის ეს? ნუ ახლა ეს შრომატევადი საქმეა თუ ისე გააჩნია? ძალიან რთული არის, ეხლა აი ეს შეიძლება ძალიან მარტივად ჩანს, თუმცა ძალიან ბევრი ფიზიკური შრომა სჭირდება. ეს რთულია ხა ისეთ რა პროცესებია, მაგრამ ფიზიკური გონებრივი. იმიტომ რომ ამათ ბიოლოგია თუ კარგად არ იცი, წინასწავლნა განსაზღვრო როდის რა შეიძლება, რა ქცევა გამოავლინონ, რა მოხდეს. ანუ მოკლედ ფიზიკური და გონებრივი შრომა სჭირდება. მეფუტკრე მარიამი გვეუბნება, რომ ბავშვებმა ფუტკარი პატარაობიდანვე უნდა გაიცნონ. გაიგონ, რამდენად დიდ როლს თამაშობს ეს პატარა მწერი ბუნებაში და ისწავლონ გარემოსთან თანაცხოვრება, გაფრთხილება და სიყვარული. ზუზუნების ჯგუფი ძალიან საყვარელი ბავშვები არიან. როდესაც ჩამოვიდნენ უკვე მომზადებულები იყვნენ ამ აქტივობისთვის, ჰქონდათ ინფორმაცია, საფუტკრეში ძალიან კარგად იქცეოდნენ ფუტკრებთან და ვფიქრობ, რომ აი აქ მასწავლებლებს ძალიან დიდი როლი ჰქონდა, იმიტომ რომ საფუძველი ჩაუყარა, რომ უკვე მომზადებულები მოვიდნენ აქ და აქ მიწოდებული ინფორმაცია უკვე მარტივად აღიქოს ბავშვებმა და გაეცნან ზოგადად მეფუტკრეობას. ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ბავშვებმა მით უმეტეს მათ, ვინც ქალაქში ცხოვრობს და ხშირი შეხება არ აქვს სოფლის გარემოსთან, მიიღონ არაფორმალური განათლება და ამის საშუალებით გაეცნონ უფრო ახლოს სოფელს, ბუნებას, მწერებს, ცხოველებს
და სწორედ აქედან გამომდინარე 2019 წელს გადავწყვიტე რომ გამეკეთებინა აპისახლი, სადაც ნებისმიერ ადამიანს, ბავშვებს, უფროსებს გავაცნობდი მეფუტკრეობას და დავამეგობრებდი ფუტკრებთან. 21 საუკუნეში საკმაოდ აქტუალური გახდა ეს მიმართულება, რადგან ბავშვები უფრო მეტად დამოკიდებული არიან гаджეტებზე და ნაკლები შეხება აქვთ ბუნებასთან და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი არის რომ თითოეულ ბავშვს ჰქონდეს იმის შესაძლებლობა რომ ჩაერთონ ესეთ აქტივობებში, ახლოდან ნახონ ზოგადად ფუტკრის ოჯახის ცხოვრება, მეფუტკრის საქმიანობა, როგორ მზადდება სხვადასხვა პროდუქტები და ეს რა თქმა უნდა მათი განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. გარკვეულწილად შეიძლება რაღაც შიშიც ჰქონდეთ ხოლმე როგორც უფროსებს, ასევე ბავშვებს ფუტკრებთან და ზოგადად მწერებთან ურთიერთობის, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია როგორ წარმოუდგენთ და ვაჩვენებთ მათ და როგორ უსაფრთხო გარემოს შევქმნით, რომ რაც შეიძლება ახლოდან გქონდეთ იმის შესაძლებლობა, რომ კომუნიკაცია დაამყარონ მათთან. დაინტერესება დიდი არის როგორც მასწავლებლების, ასევე მშობლების, იმიტომ რომ ეხლა საკმაოდ დიდი პრობლემა არის კლიმატის ცვლილება და გარემოს დაბინძურება და ეს ფაქტორი ძალიან ცუდად მოქმედებს ზოგადად ეკოსისტემაზე, ანადგურებს ძალიან ბევრ სოციალურ ორგანიზმს და ამას რა თქმა უნდა ადამიანები ვაანალიზებთ და უფრო მეტი ინტერესი ჩნდება, რომ რაც შეიძლება ბევრი ბავშვი გაეცნოს ამას თავიდანვე, რომ ამ მომავალმა თაობამ შეინარჩუნოს ეს ბუნება და რა თქმა უნდა თავის მომავალ თაობასაც გადასცეს ხელუხლებელი. მაის არის ფუტკრების საერთაშორისო დღე და ეს დღეს იქიდან გამომდინარე ჩამოყალიბდა, რომ გამტვერავი მწერები არიან გადაშენების პირას, იმიტომ რომ ეს გარემოს დაბინძურება, პესტიციდები, კლიმატის ცვლილება, ეს ყველაფერი მოქმედებს მათზე და ეს დღე გვანიშნებს, რომ ჩვენ უფრო მეტად უნდა გაუფრთხილდეთ, რადგან ისინი ეკოსისტემის უმნიშვნელოვანეს რგოლს წარმოადგენენ, ისინი ამტვერიანებენ მცენარეებს და ამის საშუალებით ჩვენ ვიღებთ საკვებს და თუ ეს სერვისი არ განხორციელდება ბუნებაში, შესაბამისად წარმოიქმნება საკვების დეფიციტი. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ თითოეული ადამიანი მათ გაუფრთხილდეს. ეს იყო დღე, რომელმაც ბავშვურ ცნობის მოყვარეობასთან ერთად გარემოს მიმართ პასუხისმგებლობის განცდაც გააღვიძა. ზუზუნებისთვის ერთი დღე ნამდვილ ზუზუნებთან ერთად ბევრ ახალ აღმოჩენად, ემოციად და დასამახსოვრებელი ისტორიად იქცა. ისტორიად, რომელსაც პატარები ალბათ კიდევ დიდხანს გაიხსენებენ. ჩვენი ბაღი მართლაც ატარებს სახელს იმ მშრომელი და გამრჯე მწერისას, რომელსაც ფუტკარი ჰქვია და მართლაც რომ საოცრად და სასიამოვნოდ გვაოცებენ ამ თავისი შრომით. დღევანდელი დღე ძალიან ემოციურია ბავშვებისთვის, იქიდან გამომდინარე, რომ ბავშვები წიგნებიდან უფრო იღებენ ნაკლებ ინფორმაციას, ვიდრე ბუნებასთან პირდაპირ შეხებით. აქედან გამომდინარე მეტად დასამახსოვრებელია უფრო ესეთი აქტივობები ბავშვებისთვის გასვლა ბუნებაში, ვიდრე მშრალად მიღებული ინფორმაცია წიგნებიდან. ზუსტად დღევანდელი აქტივობაც აქედან გამომდინარე დაიგეგმა ბავშვების გამო ემოციურად გვინდოდა რომ უფრო მეტად დასამახსოვრებელი ყოფილიყო დღევანდელი დღე. ვფიქრობ, რომ ზუსტად ის გამოვიდა, რასაც ველოდით. გაბრიელ, თაფს რატო არ მიირთმევ? მართალია, თაფლი ვერაფრით გავასინჯეთ, თუმცა ზუზუნა გაბრიელისთვის ეს დღე მაინც განსაკუთრებული აღმოჩნდა. სანამ მისი თანატოლები ბატუტზე, საქანელებსა და სხვა გასართობ ატრაქციონზე ერთობოდნენ, პატარა გაბრიელი ჰამაკში მოკალათდა და ფუტკრებზე ფიქრი გააგრძელა. ეს განსაკუთრებული ცნობის მოყვარეობა გამოცდილ მეფუტკრე მარიამს არ გამოჰპარვია. მიკროფონი პატარა ზუზუნას დაუთმოდა, ფუტკრების სამყაროზე აზრებიც გაცვალეს. აბა, გვასწავლეთ ჩვენ მეფუტკრეობა. აი ფუტკრები გვამზადებს აი თაფს. კიდევ აი თაფს ძალიან გემრიელი უყურს. წყალი რითი დალია მამი და ფუტკარმა? რა ჩაყო წყალში? რას ამბობ? იქ თაფს როგორ აკეთებს? სად შეძრება ფუტკარის თაფს სად აკეთებს? სკაში. სკაში, დიახ. თაფს გვამზადებ, მაშინ გვაფრაზ. მეფუტკრე უნდა გამოხვიდე, ხო? კი, მეფუტკრე უნდა გამოვიდე. ბევრი სკები გეყოლება? კი,
კიბერსკები მეყოლება. აი, ის რომ ყველაზე მეტად ბრალდება. აი ეს ფუტკრები. მაშინ გვიკბეს. ეს ფუტკარზე რა გაიგე? აი, სკები როა წყალს როგორ სვავს, მართლაც სვავს წყალს. კი არ უნდა გააკეთო ესე, კი არ უნდა ხელი. უნდა უთხრა, ჩემი მეგობარი. გაუმეგობრდა, ხო? თვითონაც მეგობრულები არიან, არა? შენ ნახე დედა ფუტკარი. კი, ნახე მე დედა ფუტკარი. ერთი გასწორდება სხვა ფუტკრებისგან. აი, პატარა ფუტკები გააჩინოს. და უფრო დიდია, ხო? უფრო დიდია ხო, და რუსმართად. ოჩა, კაი ბიჭი ხარ. ფუტკარი შთააგონებს ბავშვებს შრომას, წესრიგს, ბუნების სიყვარულს და იმას, რომ პატარა არსებებსაც დიდი მნიშვნელობა აქვს სამყაროში. დღის ბოლოს კი ბავშვებმა სიმბოლური საჩუქარიც მიიღეს. ნატურალური თაფლი, სპეციალური სპირალური ხის კოვზით და საკუთარი ხელით დამზადებული თაფლის სანთელი. მადლობა. ბრავო. ყოჩა. მოგეწონათ საჩუქარი ბავშვებო. აბა გახსენი რა არის, აბა მაჩვენე. რა მაგარი, რა კოპწია და პატარა. ყოჩა. ვინც ის იქნებ, სწორედ ამ პატარა ზუზუნებიდან გაიზარდოს მომავალი მეფუტკრე. ადამიანი, რომელიც ერთ დღეს ფუტკრების სამყაროზე ზრუნვას თავად გააგრძელებს. ნაწარმოები შეიცავს თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან მოწყობილობის მოხმარებას. ნუ აიძულებთ ბავშვებს ისუნთქონ თქვენი კვამლი. მოწევა მავნებელია თქვენი ჯანმრთელობისათვის.